მეც მოდი. მოგესალმებით. მე ვარ Fulbright-ის 2024 წლის სტიპენდიის გამარჯვებული და დღეს მინდა რომ გაგიზიაროთ 5 ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა Fulbright-ის პროგრამაში გასამარჯვებლად. ხო, ვინც არ იცით Fulbright-ის პროგრამის შესახებ, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც გვეძლევა ქართველებს, რომ ამერიკაში სრულიად უფასოდ ვისწავლოთ მაგისტრატურის პროგრამაზე და ამავდროულად თან დაგვიფინანსდეს ჩვენი ცხოვრების ხარჯები ყოველთვიურად. პროგრამა ცხადდება 1 მაისს და დედლაინი არის 1 აგვისტოს. შესაბამისად, თუ აქამდე არ იცოდით ამის შესახებ, ჯერ კიდე გაქვთ დრო, რომ მოასწროთ და დაასაბმიტოთ აპლიკაცია. თან აგერ 5 მნიშვნელოვან რჩევასაც დაგაწევთ და იმედი მაქვს, რომ ძალიან დაგეხმარებათ. პირველი რაც უნდა გააკეთოთ, გაქანდით და სასწრაფოდ მონახეთ 3 რეკომენდატორი. ზოგადად, ძირითად პროგრამებში ხოლმე ევროპაში მე სადაც გამიგზავნია 2 რეკომენდატორი არის ხოლმე საჭირო, თუმცა Fulbright ითხოვს 3-ს, უმჯობესია თუ 2 იქნება აკადემიური წრიდან და 1 სამსახურიდან მაგალითად, მაგრამ პირველ რიგში რაც უნდა გააკეთოთ არის რომ თუნდაც ეს ვიდეო რო ჩართეთ, თუ ჯერ კიდევ არ გყავს ნაპოვნი რეკომენდატორები და არ მიგიწერიათ, დაასტოპეთ ეს ვიდეო სასწრაფოდ და პირველ რიგში მიიწერეთ, რომ ნახოთ რომ მათაც ეცალოთ. მაინდა-მაინც მარტივი არ არის 3 რეკომენდატორის პონთან მოკლებადაში რომ ყოველს ეცალოს, ხო, თან შეიძლება ზოგს მინიმუმ 1 კვირაც დასჭირდეს და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია და პირველ რიგში გირჩევთ რომ დაიწყოთ რეკომენდატორებით. მეორე ეს არის თვითონ აპლიკაციის ნაწილზე, როდესაც გადადიხართ, ну იქ არის ძირითადი ველები თქვენ შესახებ ინფორმაცია, სწავლის შესახებ, რა დაგიმთავრებიათ, GPA, სამსახურის გამოცდილება, ну დასახელება, აღწერა, რამდენი ხანი მუშაობთ, ну ყველაფერად ითვლება mandatory ველებად და მაინდა-მაინც ესე ვერც დაასაბმიტეთ აპლიკაციას, თუ რაღაც ძირითადი ველები არ შეავსეთ. თუმცა არის optional ველები, რომლებსაც არავინ არ გთხოვთ მაინდა-მაინც რომ შეავსოთ. ანუ შეგიძლიათ რომ სრულიად ცარიელი დატოვოთ, მაგრამ აი აქ დასტოპდით. არავითარ შემთხვევაში optional ველი არ დატოვოთ ცარიელი. ყველაზე მნიშვნელოვანი უკვე უშუალოდ ჩვენი განათლების და სამუშაო გამოცდილების შემდეგ რაც მოდის, არის აი ეს optional ველები და რატომ? Fulbright-ის პროგრამა არ არის ის პროგრამა, რომელიც არჩევს სტუდენტებს მაინდა-მაინც 4-დან 0 GPA-ით, ყველა საგანში 8 და დამთავრდა. არა. Fulbright-ის პროგრამა სჭირდება ისეთი ადამიანები, რომლებსაც მიუღიათ მონაწილეობა სხვადასხვა აქტივობებში. არიან მრავალმხრივი ადამიანები, ძალიან სხვა მრავალფეროვანი გამოცდილებით. შესაბამისად, ის optional ველები ძირითადად გეკითხებათ ხოლმე, აი სამსახურის და სწავლის გარდა რა ღონისძიებებში მიგიღეთ მონაწილეობა, რაღაცა სკოლაშიფები თუ მიგიღიათ, რაღაც ჰაკათონებში მაგალითად, თუ იღებთ მონაწილეობას და უნივერსიტეტის დროს კიდევ რაც კი ღონისძიებები იმართებოდა, აი ყველაფერი აინტერესებთ. თუ ჩემსავით ხართ და რაც კი სიგელი, დიპლომი, მედალი აგიღიათ ყველაფერი სახში ერთ თაროზე გაქვთ შეგდებული, მიაკითხეთ იმ თაროს, გადმოალაგეთ, იმიტომ რომ მე როცა Fulbright-ის აპლიკაციას ვავსებდი, არც კი მახსოვდა რამდენ რაღაცაში მიმიღია თურმე მონაწილეობა. ან ფინალში გავსულ ვარ და ეს სრულიად ეს თაროს რომ მივაკითხე და გადმოვიწყე გადმოვაგება, რა მქონდა და რა გამიკეთებია, მოკლედ მაშინ მივაკვლიე რაღაცაებს და ძალიან კარგადაც გამოვიყენე და ასე ვთქვათ, თუ optional-ს მანამდე ვაპირებდი რომ ცარიელი დამიტოვებინა, გამოვიყენე ეგ ამბები და შევავსე და ცარიელი არ დამიტოვებია optional ველები. კი, იქნება მაგალითად ისეთი ველები, რაც ანუ ტყუილი არ უნდა ჩაწეროთ, შეიძლება რომ კითხვა იყოს დასმული თუ რაღაც გაიკეთებიათ თუ არ გაიკეთებიათ, იმას ვერ შეავსებთ რა თქმა უნდა ცალსახად, მაგრამ თუ ფიქრობთ რომ აი ეს რა კი გქონიათ მსგავსი გამოცდილება, მაგრამ ფიქრობთ რომ მოდი არ ღირს ამის დაწერა, რა აზრი აქვს ან უაზრო ინფორმაცია, აი არავითარ შემთხვევაში რაც კი შეგიძლიათ რომ დაწეროთ, ყველაფერი დაწერეთ მაქსიმალურად. არავინ არ გამოგეკიდებათ და არავინ არ იტყვის ვინ თხოვდა რომ ამას წერდაო. პირიქით. ყველაფერი დაწერეთ, არ იცით რა ვის როდის სად შეიძლება მოიწონოს. კარგი. Study plan-ისთვის გვჭირდება, რომ ის პროგრამა, რაზეც ვაკეთებთ განაცხადს, ძალიან კარგად გქონდეს შესწავლილი. კონკრეტულად ჩვენ გვაქვს ასევე ჩასაწერი 4 უნივერსიტეტი, სადაც მოვიაზრებთ ამ პროგრამის სწავლას.
შესაბამისად, თითოეული აი ამ უნივერსიტეტის ეს პროგრამა უნდა გაარჩიოთ ძალიან დეტალურად, აი ჩათვალეთ თუ სილაბუსი არ დევს, ანუ იქ არის admission mail-ები მითითებული კონტაქტ ლისტში, თავისუფლად შეგიძლიათ რომ მიწეროთ და მოსთხოვოთ კონკრეტული სილაბუსები, დეტალები, ანუ თუ რამე კითხვა გაქვთ პროგრამასთან დაკავშირებით და პასუხი არ გაქვთ, მიწერეთ უნივერსიტეტს. იმიტომ რომ study plan-ი აგებული არის იმაზე, რომ თავიდან ბოლომდე უნდა გადმოსცეთ, რას ისწავლით ამ პროგრამაზე, ერთწლიანია თუ ორწლიანი, ხო? რას მიიღებთ, რა გამოცდილებას შეგძენთ და შემდგომ უკვე როგორ გამოიყენებთ ამ ყველაფერს და თუ ზუსტად იცით სილაბუსი, გესმით დეტალები, მაგალითად internship-ში შეგიძლიათ გააკეთოთ თუ არა რაღაც რა პროექტზე იმუშავებთ და რაღაცა, ამ ყველაფერს ძალიან მარტივად გამოიყენებთ და მთლიანად study plan-ს ისე ააგებთ, რომ არაფერი რთული არ იქნება. იტყვით იმას, რას ისწავლით და ბოლოს უკვე უშუალოდ როგორ გამოიყენებთ ამ ყველაფერს. Personal statement-ის შესახებ. ჩემი გადმოსახედიდან Fulbright-ის აპლიკაციაში ყველაზე challenging ნაწილი არის სწორედ personal statement-ი. ესე თავიდან ძალიან მარტივად ჟღერს, მეც ეგრე მარტივად შევხედე, რომ ნუ რა უნდა ახლა ჩემ თავზე დავწერ და რა არის, ვინ გამომეკიდება. საქმე იმაშია, რომ მაქსიმუმ 2 გვერდის დაწერის უფლება გვაქვს და თან კიდე რომ დავიწყებთ წერას, ძალიან ბევრი რაღაც გვინდა რომ დავწეროთ და ყველაფერი არ ეტევა ამ იმაში, ან არც არის რელევანტური მაინდა-მაინც ამ პროგრამისთვის, ხო? ამიტომ ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ პირველი ვერსია, ანუ რამოდენიმე ვერსია უნდა დაწეროთ, სანამ აპლიკაციას დაასაბმითებთ. პირველი ვერსია უნდა იყოს, აი არ შეიზღუდოთ თქვენი თავი, არანაირი 2 გვერდი, არანაირი გრამატიკას, ისტორია, არაფერი. დაჯექით სიწყნარეში, უმჯობესი იქნება თუ რაღაცა იმ ადგილს მოშორდებით, სადაც ყოველდღიურად გიწევთ ჯდომა და ყოფნა და რაღაც განსხვავებულ ადგილას გახვალთ და პირველი ვერსია დაწერეთ, აი გახსენით და თითქოს ყვებით თქვენს თავზე და ის მაქსიმალურად ის მომენტები ჩააქსოვეთ, რაც გიამაყებათ, რაც მოგწონთ, რისთვისაც მიგიღწევიათ, რა ჩელენჯები გადაგილახავთ, ხო, როგორ გაიზარდეთ პიროვნულად, მაქსიმალურად ამ მიმართულებით ააგეთ თქვენი personal statement-ი, რაც გაგახსენებათ, ყველაფერი დაწერეთ. იყოს 3-4 გვერდი პირველი ვერსია. შემდგომ უკვე ამას დახურავთ. იმ დღეს, ასე ვთქვათ, აღარ უბრუნდებით, მაგრამ თავარია რომ მინიმუმ 2 დღე გქონდეს დარჩენილი დედლაინამდე, რომ ეს გავაკეთოთ და მეორე დღეს უშუალოდ გახსნით. კიდევ ერთხელ, ასე ვთქვათ, გადაიკითხავთ, აუცილებლად გამოჩნდება, მეორეჯერ როცა გადაიკითხავთ, აუცილებლად დაინახავთ იმას, რაც ზედმეტია და უნდა ამოშალოთ, ან პირიქით გამოგშათ და უნდა დაამატოთ. თან უფრო კრიტიკულადაც შეხედავთ უკვე თქვენს დაწერილს და მარტივი იქნება, რომ რაღაცა ცვლილებები შეიტანოთ. რაღაც დროის შემდეგ, იმავე დღეს შეგიძლიათ, რომ რაღაცა 1 საათი, 2 საათი გავიდა, ან გახვედით და ისვენით, ან რაღაც სხვა რაღაც გააკეთეთ და მოbrundit. და უკვე მესამე გადაკითხვაზე უნდა შეხედოთ ისეთი თვალით, რომ წარმოიდგინეთ, თქვენ ხართ Fulbright-ის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელმაც უნდა გადაარჩიოს, არ ვიცი, ათასობით აპლიკაციაში და გადაწყვიტოს თქვენ ვალიდური კანდიდატი ხართ თუ არა. აი, ეგრე შეხედეთ ზუსტად თქვენ ნაწერს, რომ აი ამ ადამიანს გაუშვებდით თუ არა Fulbright-ის პროგრამაში. და თუ არა, რა გაკლიათ? ან შეიძლება გამოჩნდეს, რომ აი რაღაცა ზედაპირული ან პირიქით თქვათ, რომ კი, მომწონს, ძალიან კარგია. და აი, როდესაც უკვე რაღაცნაირად აი მაგ ეტაპამდე მიხვალოთ, რომ всё უკვე ძალიან კარგია, მაგ ნაწილში ვამბობთ, რომ ვამთავრებთ personal statement-ზე მუშაობას. არავითარ შემთხვევაში არ გააგზავნოთ აპლიკაცია ისე, რომ ვინმეს არ გადააკითხოთ. Personal statement-ის მიმართ რაც არ უნდა იყოს, სუბიექტური ვერ ვიქნებით. უпростоრად სუბიექტური ვერ ვიქნებით, არა, ობიექტურები ვერ ვიქნებით. ვართ სუბიექტური, ჩვენი დაწერილია, ჩვენ მოგწონს და გონია რომ ძალიან კარგები ვართ. ამიტომ მინიმუმ ერთ ადამიანს მაინც უნდა გადააკითხოთ, სანამ აპლიკაციას დაასაბმითებთ. უმჯობესია თუ იქნება 2 და 3 და რა თქმა უნდა სთხოვოთ, რომ ისე კი არ წაიკითხოს, რომ აუ ძალიან მაგარია, ძალიან მაგარი ხარ, ეგ არის ერთადერთი ხარ და რაღაცა. არა, ეგეთ ადამიანს არ გადააკითხოთ, აზრი არ აქვს. მეგობრებში მონახეთ, ის ვინც ყოველთვის გაკრიტიკებთ, რაღაცა თქვენთვის კარგი უნდა სულ რაღაცა არ მოსწონს და რაღაცა, აი ეგეთ ადამიანს გადააკითხეთ, რომ მაქსიმალურად ნახოს, ანუ სხვა თვალით შეხედოს
დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად ნახავს რაღაცას, რაც არ მოსწონს, ან აკლია, ან ფიქრობს, რომ დასამატებელი ან შესაძლებელია და ერთად იმსჯელეთ და უკვე, რა თქმა უნდა, საბოლოოდ გადაწყვეტილებას თქვენ იღებთ, რას შეცვლით, რას არ შეცვლით და როგორ იზავთ, მაგრამ სხვა აუცილებლად უნდა გადაიკითხოს. კარგი, მოკლედ სულ ეგ იყო. ძალიან მიხარია თუ რაღაცებში გამოგადგებათ ჩემი რჩევები და აბა თქვენი ისიც წარმატებები.